მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმებით მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმებით ქალაქის მერს, მივესალმებით ქართულ ბიზნესს, ჩვენ უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო პარტნიორებს. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გვინდა გულითა და ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ჩვენს დღევანდელ ფორუმში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის მართლაც პატივია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით გავხსნათ საერთაშორისო უძრავი ქონების ფორუმი და გვინდა გუწმელი მადლობა გადავუხადოთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ამ ფორუმში მონაწილეობისათვის. რამე თუ თქვენი ყოფნა მკაფიო გზავნილია ყველასათვის, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველოს ღია ინვესტიციების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეხლა გვინდა მისასალმებელი სიტყვით ვთხოვოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები დედაქალაქის მერს, მივესალმები ეკონომიკის მინისტრს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმები ბიზნესმენებს, მივესალმები ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს და მივესალმები ჩვენი ფორუმის უცხოელ სტუმრებს. მადლობა მათ საქართველოს დაინტერესებისთვის და საქართველოს შემომბრძანებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს პარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე. მიუხედავად იმისა, რომ გონდა ძალიან სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეები, საქართველოს შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს დაიკავა პირველი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გასული 5 წლის განმავლობაში 2021-25 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე. ასევე მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოდიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. თქონა ჩვენი ვალია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციის შენარჩუნებას, რომელიც არის ჩამოყალიბებული, ამისათვის რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. ცალკე აღნიშნვის ღირსია, რომ უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა ზრდამ, რეალურმა ზრდამ 10%-ს გადააჭარბა. ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველოს არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ უსრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ეგრეთ წოდებული BRED, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს. ბუნებრივია ის საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ბუნებრივია ეს სექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Health-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6.6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტიციის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია
დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად ეტყველებს. ჩვენ გვაქვს ზოგადად ძალიან მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ხელი შეუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც ძალიან დიდი ინვესტიციები იდება და მილიონმასშტაბური მშენებლობებია მიმართულებით. რა თქმა უნდა, ესეც ხელშეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას. მე მინდა გისურვოთ ყველას ნაყოფიერი დისკუსიები, კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ბიზნეს ასოციაციას და თითოეულ ორგანიზატორს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის. დარწმუნებულია, რომ ეს ფორუმი ხელშეუწყობს საქართველოს ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის თითოეულ თქვენგანს და მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, სოდოთ გულწრფელად ჩვენ ვცნობთ ხელისუფლების თანადგომას, გვერდში დგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, თუ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ჩვენს გვიტყვია, დღეს ვიტყვით და მომავალში ძალიან ბევრჯერ ვიტყვით, რომ დამოკიდებული იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად ბიზნესის სახელით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფორუმში მონაწილეობისათვის. ვინაიდან დღევანდელი ფორუმის მონაწილეთა ძალიან დიდი უმრავლესობა და ეს გვახარებს მხოლოდ და მხოლოდ არის უცხოელი სტუმარი, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ დღევანდელი ფორუმის დღის ეს რიგით გათვალისწინებული ორი პრეზენტაცია და პანელური დისკუსია წარიმართოს ინგლისურ ენაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ბანკს და TBC ბანკს. მათი შვილობილი კომპანიები წარმოგვიდგნენ ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს დღეს. და ასევე მინდა ჩვენ თქვენ იცით, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ძალიან ბევრ შეხვედრებს მართავს, ეკონომიკურ ფორუმებს, ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რამეთუ ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვფიქრობთ, რომ ამას თქვენთან ერთად კარგად ვაკეთებთ და ყოველთვის ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენ წევრებთან ერთად და დღევანდელი ფორუმის საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად დღევანდელი ფორუმის ხარდაჭერები და თანაორგანიზატორები არიან უძრავი ხონების წამყვანი დეველოპერული კომპანიები, არქი, Nexti და Biography Living-ი, ასევე დღეს ჩვენ ჩაგვერთო და გვერდში გვიდგა ძალიან საინტერესო კომპანია Invest Georgia და ძალიან მადლობა მეგობრებო ამისათვის. ეს ჩვენი ასოციაცია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ ერთად გავაკეთოთ საინტერესო საქმეები ჩვენი ქვეყნისათვის და კიდევ ეს მინდა გითხრათ, რომ ასეთი შეხვედრები და ფორუმები გაგრძელდება. ორი სიტყვით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უძრავი ქონების განვითარება, ბატონმა პრემიერმა ახსენა, რომ მას დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ამავდროულად დავამატებდით, რომ უძრავი ქონება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ აღარ გულისხმობს მარტო შენობა ნაგებობებს, ეს არის დიდი ინვესტიციები ეკონომიკურის და თანამედროვე ქალაქები, კონკურენტუნარიანობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტიანობა და ცხოვრების ახალი ხარისხი. უძრავი ქონების დეველოპერული და სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დინამიურად მზარდ დარგებს შორის არის და ეს ინდუსტრია მხარს უჭერს ათასობით კომპანიას. არქიტექტურით და ინჟინერიით დაწყებული, სამშენებლო მასალებით, ლოგისტიკით, წარმოებით, საცალო ვაჭრობით, სტუმართმასპინძლობით და ფინანსური მომსახურებით დასრულებული. და თითოეული წარმატებული პროექტი, განსაკუთრებით მსხვილი პროექტები ამ ინდუსტრიაში ქმნის ძალიან მნიშვნელოვან მულტიპლიკაციურ ეფექტს ჩვენს ეკონომიკაში. ამასთან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უნდა აღენიშნოს, რომ თანდათანობით სულ უფრო საერთაშორისო ხდება, ჩვენ ხედავთ უცხოელი მყიდველების, საერთაშორისო ინვესტორებისა და გლობალური პარტნიორების მზარდ ინტერესს და სწორედ ამიტომ ალბათ ძალიან დროული იყო ამ ტიპის ეკონომიკური ფორუმის ჩატარება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს აქ ყოფნისათვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასეული და ღირებულია. ეხლა ჩვენ გვინდა ვთხოვოთ საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიას Galten Tagards, გალბატონი ელოვაჭორიშვილი გავიკეთოთ. ეს იყო უძრავი